დღის სხვა მოვლენები რა კავშირი აქვს უკრაინელ მაღალჩინოსნებს გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან 10 წლის შემდეგ საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებული ალექსეი პუკაჩი ხელს რამდენიმე ცნობილ პიროვნებას ადებს, მათ შორის ერთი სავარაუდოდ რადა სპიკერია. ბრალდებული ვლადიმერ ლიტვინის დაკითხვას ითხოვს. ვინ მოკლა გიორგი ღონღაძე, ჟურნალისტის ოჯახს იმედი მაინც არ აქვს, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცემა. გიორგი ღონღაძის მეუღლემ დღეს ინტერვიუ ექსკლუზიურად ქრონიკას მისცა. გიორგი ღონღაძის საქმე კიევში ახალი პოლიტიკური სკანდალის მიზეზი ხდება. ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პოლიციის გენერალი ალექსეი პუკაჩი რადა სპიკერის დაკითხვას ითხოვს. ამ დრომდე უკრაინელი სამართალდამცველები პუკაჩის ყველა ჩვენებას ასაიდუმლოებენ, თუმცა ერთ-ერთმა პრესაში მაინც გაჟონა. გაზეთ უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით ღონღაძის მკვლელობის დამკვეთებად პუკაჩმა რამდენიმე მაღალჩინოსანი დაასახელა. მათ შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი ვლადიმერ ლიტვინია. პუკაჩი მოითხოვს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკითხვას. მან ადვოკატების დახმარებით დააყენა შუამდგომლობა, რათა ჩვენების მისაცემად გამოიძახონ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ღონღაძის მკვლელობის საქმესთან კავშირი აქვს და დღემდე ხელისუფლებაში რჩებიან. კითხვაზე ითხოვს თუ არა პუკაჩი ლიტვინის დაკითხვასაც მისმა ადვოკატებმა გვითხრეს, რომ კი. უკრაინის თანამედროვე ისტორიის ყველაზე გახმაურებული საქმის ეპიცენტრში ახლა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ექცევა. შესაძლოა ამ სკანდალს მისი სახელი და თავისუფლება გადაყვეს. ლიტვინი დღეს პრესაში გამოქვეყნებულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. Я думаю, что поки что про детали говорити передчасно. მეჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ. რამდენიმეჯერ უკვე ვიყავი მისული დაკითხვაზე. თუ პროკურატურა ჩემს დაკითხვას ისევ ჩათვლის საჭიროდ, ამას თავად მეტყვიან. უკრაინის გენერალური პროკურატურა პირობას დებს, რომ ღონღაძის საქმის გამოძიებას ივლისში დაასრულებს და საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად მასალებს სასამართლოს გადაუგზავნის. პროკურატურის ამ კომენტარს წინ იანუკოვიჩის გუნდის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ანა გერმანის ინტერვიუ უძღოდა, რომელმაც რუსულ გამოცემა იზვესტიასთან საუბრისას თქვა, რომ ღონღაძის საქმის ბოლომდე გამოძიება შეუძლებელია. დღეს ქრონიკას ექსკლუზიური ინტერვიუს მოკლული ჟურნალისტის მეუღლე აძლევს. მიროსლავა ღონღაძე ახლა ვაშინგტონში ცხოვრობს და რადიო ამერიკის ხმის ჟურნალისტია. მას იმედი აღარ აქვს, რომ გამოძიება გასცემს პასუხს კითხვაზე, ვინ დაუკვეთა გიორგი ღონღაძის მკვლელობა. Мы всегда говорили о причастности к მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ საქმეში უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ხელიურებია. ეჭვი მათ მიმართ არ გაბათილებულა, თუმცა მათთვის არც ბრალი წაუყენებიათ. დადის ხმები, რომ პუკაჩი ლიტვინთან და სხვა თანამდებობის პირებთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. თუ ეს ასია, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. მიმაჩნია, რომ ბრალი ან უნდა წაუყენონ, ან მოუხსნან. სანამ ეს ყველაფერი ჭორების დონეზეა, სიმართლის დადგენა გაგვიჭირდება. უკრაინის პროკურატურამ დაკითხვაზე კიდევ ერთხელ გამოიძახა გიორგი ღონღაძის დედა. თუმცა ლესია ღონღაძე ფიქრობს, რომ ჩვენების მიცემას აზრი აღარ აქვს. ღონღაძეების ოჯახისათვის რეზონანსული საქმე უკვე პოლიტიკური თამაშების ნაწილი გახდა. მოკლული ჟურნალისტის ძმა არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავონ. თუმცა უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, ეს იქნება პოლიტიკური ანგარიშწორება თუ რეალური დამნაშავის დასჯა. შეიძლება პოლიტიკურად გამოიყენონ ერთმა ხელისუფლებამ მეორეს დააბრალოს და აქედან ამ მიმართულებით წაიყვანონ, რომ იუშენკოს დროს ან მანამდე ვიღაც გარეული იყო, ან ასე ვთქვათ, იმ მთავრობის წევრს ვიღაცას დააბრალონ, ვისაც დღეს აღარ არის და აქედან რაღაც პოლიტიკური თამაშებისთვის გამოიყენონ თავის ქულების დასაწერად, იმიტომ რომ რეალურად გამოძიება მაინც არ არის. გიორგი ღონღაძის მკვლელობიდან უკვე 10 წელი გავიდა. უკრაინამ 3 ხელისუფლება შეიცვალა და ყველა საქმის გამოძიების პირობა დადო. თუმცა სასამართლო განაჩენი ღონღაძის საქმეზე ისევ არ არსებობს.